საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მის კიდევ ერთ წევრს სამშენებლო კომპანია ANAG-ს ესტუმრა. ANAG-ი ბაზარზე 36 წელიწადია არის წარმოდგენილი, ოპერირებს, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტის ავტორიც არის, შემსრულებელი ალბათ უამრავზე მეტის. მათ შორის არის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებული. სოციალურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ რიცხვებში მუდმივ დაფიქსირდება და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ამ ტემპით გააგრძელებენ გაფართოებას, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე კერძო დაკვეთების მიმართულებითაც. უფრო მეც, როგორ ფართოვდება და იზრდება ძალიან მყარად ანაგები ANAG-ი და რა თქმა უნდა, მათი თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავის კიდევ ერთ წევრ კომპანიას, ANAG-ს ესტუმრა. სამშენებლო კომპანია ჯერ კიდევ 36 წლის წინ ქალაქ ბათუმში დაფუძნდა. სწორედ ამის გამო წლების განმავლობაში პროექტები დასავლეთ საქართველოში, ბათუმში, ფოთში, ქობულეთში ხორციელდებოდა. 2008-2010 წლიდან კი, როდესაც მათთვის საინტერესო პროექტები უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდა, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოვდა. უკანასკნელი 5 წელია სიახლეს ის წარმოადგენს, რომ გარდა სამოქალაქო მშენებლობისა ინტენსიურად ვართ ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ამ წუთას ვახორციელებთ თბილისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ასფალტის სამუშაოებს. ვფიქრობთ, რომ მომავალში გვექნება საშუალება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებში აქტიურად ჩავერთვით. ANAG-ში გვიყვებიან, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კომპანია მუდმივად ზომიერად იზრდება და მზარდია როგორც განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა, ასევე შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც. ცხადია, რომ კომპანიის მასშტაბების ზრდა და საქმებულების რაოდენობის ზრდასაც მოითხოვს. შესაბამისად, ANAG-ი ამ მიმართულებითაც წლიდან წლამდე ფართოვდება. Ლიანად ANAG-ის ჯგუფში შემავალი კომპანიების დასაქმებულთა რაოდენობა ალბათ სადღაც 3000 აღწევს. ბუნებრივია, გაზრდილი მოცულობა იწვევს გარკვეულ დეფიციტს კვალიფიციური პერსონალთან დაკავშირებით, თუმცა ეს დეფიციტი სისტემატიურად ზრდებს სამჩვენს ბიზნესს და პირველი წელი არ არის და გასული წლების შემთხვევაშიც ეს ამოცანა, ეს გამოწვევის წინაშე იდგა ჩვენი კომპანია და ვფიქრობთ, რომ გარკვეული მეთოდი შემუშავებულია მოცემულ გამოწვევასთან ბრძოლის. სამშენებლო კომპანია წლებია საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობს და როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის წევრობა, რომელიც მილიარდიან დაკვეთებს როგორც სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, ასევე კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ასრულებს. ეს არის კომპანია, რომელთანაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობთ. კომპანიის წარმომადგენელი არის ჩვენთან მშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი. ძალიან აქტიურად ყველა ის ტექნიკური საკითხი, ყველა ის მარეგულირებელი საკითხი, რომელიც სამშენებლო სექტორისთვის ძალიან მტკივნეულია, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავდივართ ხოლმე. ბოლო თემა მაგალითად იყო თეთრისი საკითხი, რომელიც იცით რომ ძალიან კონსტრუქციულად გავიარეთ სამინისტროსთან ერთად და ეს იყო ის თემა, რომელიც ამ ტიპის კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ღირებულება შექმნან როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო დამკვეთებისთვის. ეს თანამშრომლობა, რომელიც საკმაოდ დიდ პერიოდს ითვლის, ორმხრივი სარგებლის მომტანია. როგორც სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მათთვის არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო სტრუქტურებთან და საბანკო სექტორთან კომუნიკაცია ბევრად სწრაფად და მარტივად წარმართონ. თავიანთი გამოწვევები თუ პრობლემები კი უმოკლეს დროში აღმოფხრან. ჩვენსა და სახელმწიფო შორის აუცილებელია რაღაც სუბიექტი არსებობდეს, რომელიც ამ ჩვენს პრობლემებს ესე ვთქვათ კვალიფიციური ფორმით აღმოსრულებელ ხელისუფლებას მიაწვდის. ხშირ შემთხვევაში ასოციაციის კრების ხარჯზე ხდება ყველა ჩვენი კოლეგის ესე ვთქვათ აზრების გაცვლა, ერთობლივად შეჯერება არსებული საკითხის ან დროისთვის არსებული პრობლემური საკითხის და ბიზნეს ასოციაციასთან ამ პრობლემის ესე ვთქვათ როგორც აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხის და ამოცანის დასმა. და ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, რაც პრაქტიკა არსებობს თანამშრომლობის, ხშირად ხდება სწორედ ასოციაციის დახმარებით ამ პრობლემის ესე ვთქვათ სუსტად ჩამოყალიბება, გასაგების ზემა თუ სად შეიძლება რა ფორმით შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს და შესაბამის ადრესატებთან მოცემული სიტულის გამოწვევის თუ ამოცანის მიტანა ANAG-ი განვითარებას განაგრძობს. ამ დროისთვის კომპანიას საქართველოს მასშტაბით ბევრი მასშტაბური მოქმედი პროექტი აქვს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის სამუშაოებს გამოყოფენ, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი გეგმა რაც არის
ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩვენი როლის ზრდა და კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მოძიება. ეს იქნება თბილისში შემოვლითი გზა თუ რაიმე მაგისტრალური გზის მონაკვეთი, იმისთვის რომ შევძლოთ ამ მიმართულებითაც გარკვეული ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება. ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია სწორედ ამ ტემპით გააგრძელებენ და უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში კომპანიის შესასრულებელი პროექტების რაოდენობა ყველა მიმართულებით გაიზრდება.